რა გეგმა აქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ ლეგიტიმურად გამოცხადებულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ კითხვას პასუხი 31 მარტს საპროტესტო აქციაზე გაეცემა. პირველების ინფორმაციით ამ დღეს ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის გვერდზე პროდასავლური ოპოზიციის ის ლიდერები იდგებიან, ვინც ერთიანი ფრონტის ფარგლებში აპირებს ქვეყანა ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანოს. ჩვენი ინფორმაციით ამ დღეს გაცხადება, რომ პროდასავლური ძალები სალომე ზურაბიშვილთან ერთად დასავლელ და ევროპელ პარტნიორებს შეხვდებიან ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებენ და ეს ინდივიდუალურად რომელიმე პარტიის შეხვედრა პარტნიორებთან არ იქნება, ეს იქნება გაერთიანებული პროდასავლური ოპოზიციური ძალების შეხვედრა საქართველოსთან. საინტერესო არის 31 მარტს გავიგებთ თუ არა ერთიან პოზიციას პროდასავლური ოპოზიციის რა გეგმა აქვს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, შედიან თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში ამ ბრძოლაში არ არის გამორიცხული, რომ ამ კითხვასაც გაეცეს 31 მარტს პასუხი. პოლიტიკოსები, რომელთაც პირველები დღეს ვესაუბრეთ, აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი ბრძოლა ელოდება მთელს საქართველოს წინ და ამ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ბუნებრივია შეასრულებენ პროდასავლური ძალები სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. 31 მარტს დიდი საპროტესტო აქცია არის დაანონსებული ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე. ამ აქციასთან დაკავშირებით ინიციატივით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა. როდესაც რუსული სპეცსამსახურების მიერ ზურგამაგრებულ ავტოკრატს უპირისპირდება აუცილებელია კოორდინაციის მაღალი ხარისხი და აუცილებელია გარკვეული ერთი სამოქმედო გეგმა, ერთიანი ხმა იმისთვის, რომ აი ამ ბოროტებას დაუპირისპირდე. მე მგონი, ეს ყველაფერი ხორც შეისხავს უკვე 31 მარტის აქციის პარალელურად და გაზაფხულს შევხვდებით ისე ღირსეულად, როგორც ეს ეკადრება რუსთაველის პროტესტს და როგორც ეს ეკადრება ქართული დემოკრატიისთვის გადარჩენის ბრძოლას. ზოგადად პოლიტიკურ ლანდშაფტში ცოტა რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან და ამ ცოტა რამ ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ევროპისკენ სვლა და ამ ქვეყნის განთავისუფლება და ახალი არჩევნები. ამიტომ ამ იდეების გარშემო უნდა გვაერთიანდეს, იმის გარშემო გავერთიანდეთ, იმის გარშემო, რაც რეალურად გვაერთიანებს ზედმეტი ხელოვნური სვლების და მოძრაობების გარეშე. ერთადერთი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა არჩევნების წრილში, ეს არის როგორ უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. სხვა ტიპის არჩევნებზე მსჯელობა არ მიდის. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა სხვაგვარად არის წარმოუდგენელი თუ ყველანი ერთად არ ვიქნებით შეთანხმებულები და არ ვითანამშრომლებთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილის აქტიური ჩართულობა და მიმეჩნია, რომ 31 მარტიც იქნება კიდე ერთი ნათელი დადასტურება ამისი, როცა ყველანი ერთად რაღაც ერთიანი, ესე ვთქვათ, ფრონტით ვიბრძვით ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ საერთო ძალისხმევის მომხრე, თუმცა რა თქმა უნდა, რომ ეს საერთო ძალისხმევა და ნებისმიერი ფორმატი უნდა იყოს ქმედითუნარიანი, უნდა იყოს ეფექტური მიზნების მიღწევაში, რომელიც საზოგადოებამ დაგვისახა და ეს არის ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის, უკლებლივ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. სალომე ზურაბიშვილთან მიმდინარეობს მსჯელობა, ისევე როგორც კოორდინაცია იმ ზეპარტიულ საკითხზე, რასაც ქვია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი. კოორდინაცია როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ამ გზისთვის. ფართო მასშტაბიან საპროტესტო აქციამდე ზუსტად 17 დღე არის დარჩენილი და ამ დღეს პირველების ინფორმაციით ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა, ბევრ იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არის დაგროვილი. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოქალაქეებმა რეფერენდუმით გააკეთეს არჩევანი და რეფერენდუმით თქვეს, რომ საქართველოს უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი, დამოუკიდებელი და სურთ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. 2025 წლის 31 მარტსაც, ოღონდ ამჯერად ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე გასულით საქართველოს მოქალაქეები გააგონებენ მთელ ცივილურ სამყაროს და კიდევ ერთხელ საკუთარ არჩევანს დააფიქსირებენ. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ამ დღეს ქართველი ხალხი იტყვის, რომ საქართველოს არჩევანი არის ევროპა, რომ მათ სურთ სამართლიან და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, რომ ქვეყანაში აღარ უნდა იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და აუცილებლად უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები.